ზარქუ ამბობს, რომ ოკეი, კარგი, შევინარჩუნებთ უვიზოს, ოღონდ მაშინო გეი ქორწინებები უნდა დაუშვათო და ტრანსგენდერი მასწავლებლები უნდა გყავდეს სკოლაშიო. და ეგ არის სუფთა ტყუილი, კიდევ ერთი ტყუილი. ევროკავშირში არის 27 ქვეყანა და 27 ქვეყნიდან 11 ქვეყანაში გეი ქორწინება არ არის დაშვებული. ეს არის ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. არ არსებობს ეგეთი წინაპირობა. როგორც არ არსებობს ის წინაპირობა, რომ ტრანსგენდერი მასწავლებლები უნდა გყავდეს სკოლაში. ეგ არის ყველაფერი ტყუილი. და ტყუილი არის იმის გამო, რომ რაღაცა აქეთ რო არის მოთხოვნები, რომ ადეკვატური და სამართლიანი სასამართლო უნდა გყავდეს. ქვეყანაში რომ არასამართლებდეს რაღაცა ბავშვებს, წარწერის გამო არ უშვებდეს ციხეში. სპეცრაზმი არ უნდა ურტყავდეს ადამიანებს ქუჩაში, დავარდნილ ნაცემ, ისედაც ნაცემ ადამიანებს წიხლს არ უნდა ურტყავდეს სახეში. აი ეგ მაგ მოთხოვნების შესრულება არ უნდათ. მაგ მოთხოვნების შესრულება არ უნდათ, იმიტომ რომ ძალაუფლებას დაკარგავენ ნორმალურ ქვეყანაში, ეგ ძალაუფლებას ვერ ენარჩუნებს. ურჩევნიათ, რომ ხო, ირაციონალური შიშებით იმოქმედან ადამიანებზე. აი შენ თუ ევროკავშირი გინდა, ესე იგი შენი შვილი ან შვილიშვილი შეიძლება გაპიდარასდეს.